ჟურნალისტი ანა მარია შამარაძე. წარმოგიდგენთ ჩემ გადაცემის სტუმარს. ეხლა მე დაგისვავ რამდენიმე კითხვებს. რამდენი წელი ცხოვრობდი ჰოლანდიაში და რა იყო წასვლის მიზანი? მე ჰოლანდიაში ვცხოვრობ უკვე 23 წელია ამსტერდამში და წასვლის მიზანი იყო გაცვლითი სტუდენტობა. აქ დავამთავრე ინსტიტუტი და წავედი იქ რომ გამეგრძელებია სწავლა. რა განსხვავებას პოვლობ ჰოლანდიას და საქართველოს შორის? ჰოლანდიასა და საქართველოს შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ ჰოლანდიელები უფრო საქმიანი ოფიციალური ხალხია. აი საქართველოში რომ მაგალითად მეგობრებთან დარეკვის გარეშე მიხვალ, ჰოლანდიაში ეგრე არ შეიძლება. და ძალიან სერიოზულები არიან. შესაძლოა მხიარულები არ არიან და ყველა არ მღერის და ცეკვავს. როგორია თქვენი ერთი დღე ჰოლანდიაში? ჩემი ერთი დღე ჰოლანდიაში ძირითადად ძალიან გადატვირთულია, დილით რომ ავდგებით, საუზმე ბავშვების მომზადება სკოლისთვის, მე მივდივარ სამსახურში და სკოლაში. ძალიან იქ გადატვირთულია ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, სწავლობთ, კითხულობთ, ვწერთ და მე საღამოთი შუა დღისას სახლში რომ დავბრუნდებით ხოლმე, ძაღლს გავასეირნებ ჩემსავს. მე ბავშვებთან ერთად ან პარკში, ან თეატრში, ან კინოში მივდივართ ხოლმე. საღამოთი ერთად ვახშმობთ. მე ისევ გავისეირნებთ ხოლმე მთელი ოჯახი, იმიტომ რომ მაგ დროს ჩემი მეუღლეც შინ ბრუნდება და საღამოთი ძირითადად ერთად რაღაც საბავშვო ფილმს უყურებთ ხოლმე, ბავშვებს უყვარს ძალიან და всё. ოჯახში რამდენად ხშირად საუბრობთ ქართულად? ოჯახში ვსაუბრობთ ქართულად დაახლოებით 50%, ანუ ნახევარი დროის განმავლობაში. რამდენად რთული იყო იმ გზის გავლა, რომელიც თქვენ გაიარეთ ჰოლანდიაში? ჰოლანდიაში გზის გავლა რთული არ იყო ჩემთვის, იმიტომ რომ სტუდენტი რო წავედი, ძალიან ბევრი მეგობრები გავიჩინე მალე, სამსახურიც მალე ვიშოვე და ჩემი საკუთარი სამეგობრო წრე და ცხოვრება მალე გავაკეთე, მაგრამ ისე ძნელია ცოტა, როცა უცხოეთში მიდიხარ, თუ სწავლით არ მიდიხარ, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო და ენაც არ იცი და უჭერს ხალხს ეგრე. დავასრულეთ ჩვენ გადაცემა და ნახვამდის. მადლობა. სარეკლამო. ტელევიზია ინკოგნიტო. იმერეთის ფილიალიდან ანა მარია შამანაძე. უახლესი ისტორიებით, ხალისიანი გადაცემებით და იმერელი რესპონდენტებით. ხშირად ვიქნები თქვენი სტუმარი. გახდი იმერეთის ფილიალის ჟურნალისტი. დაგვირეკე 599 14 65 25. რეგიონალური ამბების მთხრობელი. თქვენთვის ლექციებზე იმუშავებს ტელევიზია ინკოგნიტოს ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ქალბატონი მანანა გაბრიჭიძე. ჩვენთვის მანჩო. მოვალ შეხვედრამდე.